მოგესალმებით, ჩვენ ვიწყებთ ჩვენ მორიგ გადაცემას. დღეს ჩვენ სტუდიაში გვყავს ბატონი ლევან ჩხეიძე, ადვოკატი და საზოგადო მოღვაწე ბატონი რამაზ ჩალიგავა. მოგესალმებით სტუდიაში. და დავიწყოთ ჩვენი დღევანდელი გადაცემა საკმაოდ მწვავე თემებით, რადგანაც ვითარება ისეთია დღევანდელ საზოგადოებაში და პოლიტიკური სპექტრი ისეა დაძაბული, რომ ჩვენს ძალაუნებურად ჩვენი გადაცემა ასევე იქნება დაძაბული და ვიმედოვნებ, რომ მაყურებლისთვის საინტერესო. აი დავიწყოთ მაშინ ინგლისის ვეტოთი, რის შესახებაც დღევანდელმა ხელისუფლებამ გააკეთა განცხადება, რომ თუ ამ ვეტოს ინგლისი მიიღეს, მაშინ ეს ინგლისის ავტორიტეტს დასცემს მთელ მსოფლიოში. საკმაოდ ისეთი განცხადება, მე ვფიქრობ, ცოტა გაუთვალისწინებელი, დაუფიქრებელი, რადგანაც ყველას სასაცილოდ არ იყო, მე მგონი ეს განცხადება, არასერიოზულად აღიქვა მთელმა მსოფლიომ, ევროპარლამენტმა ყოველ შემთხვევაში. და აი რაში მდგომარეობს ეს არასერიოზულობა, მოდი უფრო დაწვრილებით რომ გავარჩიოთ აი ეს საკითხი. უპირველეს ყოვლისა მოგესალმებით სამწუხაროდ, ნამდვილად მიუხედავად ოპოზიციური განწყობებისა, ნამდვილად არ შეიძლება მიხაროდეს ჩემი სახელმწიფოს ხელისუფლების და მმართველი ისტაბლიშმენტის დასანქცირება, იმიტომ რომ ეს საბოლოო ჯამში ისევ ჩვენ ქვეყანას უტყავს. რა თქმა უნდა, ისევ ჩვენ ქვეყანას იმის ანადგურებს და ჩვენი ქვეყნის სანდოობას წევს დაბლას, რაც რა თქმა უნდა არ არის არაცეთ შემთხვევაში სასურველი. რა არის ბრიტანული სანქციები? ბრიტანული სანქციები არის, მოდი ასე ვთქვათ, ამას ეს მოყვა ამერიკულ და ევროპულ სანქციებს. ერთის მხრივ ბრიტანეთს უკვე ყავს გასაქციებული რამდენიმე პირი, მათ შორის ბატონი კომელაური და რამდენიმე ამ სტრუქტურაში მომუშავე პირები და ეხლა ეს სანქციებულთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. როგორც გააკეთა ბრიტანეთის პარლამენტის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა 14 კაციანი ის არის. დიახ, ამას წარდგინება ხო. და შესაბამისად ამას ნამდვილად მოყვება ეს სანქციები, იმიტომ რომ ბრიტანეთის ინტერესები საქართველოში თვალსაჩინოა. საქართველო არის ბრიტიშ პეტროლიუმის გამტარი ქვეყანა და ბრიტანული კომპანია, მსოფლიოში მეორე კომპანია, ნავთობის კომპანია, რომელიც თავის გამტარობით საქართველოს გადის ეს ნავთობსადენი და ბრიტანეთის ინტერესები ბუნებრივია ხო საქართველოში. შესაბამისად, რას ნიშნავს ბრიტანეთის სანქციები? ბრიტანეთის თანამეგობრობაში შედის 52 ქვეყანა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მარტო ბრიტანეთია და ინგლისი, შოტლანდია, უელსი და ჩრდილოირლანდიაში მოხდება სანქციების დადება. ჯერ ერთი თვითონ ამ მმართველ ელიტას ატო დაარტყობს, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილი დაწყებული ძალიან ბევრი მათგანის ოფშორებში გაატანილი მათ თანხები და ბრიტანეთი აკონტროლებს მსოფლიო ოფშორების აბსოლუტურ უდიდეს ნაწილს, ისეთ როგორიც არის მაგალითად ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები ავიღოთ, ხო? ეს გაცნობილი ოფშორი არის. ისეთი ოფშორი ავიღოთ, როგორც არის ბრალტარი. და რა თქმა უნდა, ეს საბოლოო ჯამში მსოფლიოს 52 ქვეყანაში უკვე სანქციები გადავს, ეს რა თქმა უნდა ძალიან სერიოზულ სახუმარო საქმე არ არის ყურს. და იცით, მას მარტო მათ კი არ ექნებათ პრობლემები უშუალოდ ამ ადამიანებს. ვინც მათთან საქმიან ურთიერთობას, მათაც ავტომატურად პრობლემები შეექმნებათ. ანუ ამერიკის შეერთებული შტატები, ევროპა, ბრიტანეთი თავისი თანამეგობრებით ჩათვალეთ ეს მსოფლიოს ეკონომიკის, რა ვიცი, ნახევარზე კი არა 2/3-ია უკვე. ანუ ჩათვალეთ, რომ ჩნდება ჩინეთი და ინდოეთი და რუსეთი პრაქტიკულად. მაგრამ ეს თანხა თუ გაიყინა, ვეღარც ხელსახლებს მაგას, ვერც იუნიშვილი და ვერც სხვა. თუ გაიყინა, ის 2 მილიარდზე რო ლაპარაკობდა, ის სასამართლოებით რომ მოიგოს, იმ გადაწყვეტილების აღსრულება არ უწერია, ეს თანხები იქნება სულ დაყადაღებული. ამიტომ, რა ვიცი, ეს ყველაფერი გამოიწვია იმ პოლიტიკამ, რომელზეც ჩვენ ოპოზიცია ვეუბნებით, რომ ჩადიხართ, აკეთებთ ასეთ რაღაცეებს. ჩვენ ხო თხოვდით, ჩვენ ხო ეხვეწებოდით, ჩვენ ხო ვუხსნიდით, თასავე გაფრთხილებულები ვიყავით. შეერთებული შტატებიდან გაგვაფრთხილეს. მაგალითად, მაშინ როდესაც კობახიძე გამოისტუმრეს და არ მიიღეს იქ თავის დროზე ერთ-ერთ მიღებაზე, ბრიტანეთმა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე შეგვიწყვიტა თანამშრომლობა და შეაჩერა ორტროპის დიალოგი, ხო? ევროკავშირმა რამდენი გაფრთხილება მოგცა? ეს რომ ყოფილიყო ესეთი თავზე დაგვატყდა უცბად თითქოს რომ არა ეს ვიცოდით ყველა თავს იკავებდნენ კარგა ხანს ეს მარტო ამ ხალხის პასუხისმგებლობა არ არის რა ხდება ეს არის ჩემო ძვირფასებო მე უნდა მოგმართოთ ქართული ოცნების მხარდამჭერებს და მათ აურჩევნებს
ჩვენ ყველამ ვიცოდით, მე რატო არ დაუჭირე მაგალითად მაგ პარტიას ხარი, ერთ-ერთი ძირითადი არგუმენტი ის იყო, რომ მე ვიცოდი რომ მოხდებოდით იზოლაციაში, ვიცოდი რომ გაფრთხილებული ვიყავი. ყველამ გაგვაფრთხილა რომ თუ თქვენ ამ ხელისუფლებას აერჩევთ, თქვენ ამ ხელისუფლებით ევროკავშირში ვერ შეხვალთ, ამ ხელისუფლებასთან არ ითანამშრომლებს დასავლეთის არც ერთი სახელმწიფო და საბოლოო ჯამში აღმოჩნდებით იზოლაციაში. როდესაც თქვენ მიხვდით არჩევნებს და შემოხაზეთ 41, თქვენ საბოლოო ჯამში მიეცეთ ხმა საქართველოს იზოლაციას. წინასწარ გადაგებაც ხო? წინასწარ გაფრთხილებული ხარ, ამ თარობა თუ აირჩევთ, მოხდება ეს. კი, მაგრამ ბევრი მომხრე მაინც ბევრი ყავდა, რომ ან არ ჯეროდათ, ან ვერ ერკვეოდნენ ამ საკითხებში. დღემდე ხო ზუგს აი ტრამპი მოვა ხო და გადავტვირთოთ ურთიერთობებს. იმას ხო და შოთა და ხოდა ეგრე მომხრე მე. შოთა მიდიხარ გადა. ეგრე მე ნაბანაკი ეგრე. მე ვარ ხო, ხო თქვენი ის არის. გადავცემა და მივეცი მოფიქრებით კიდევ. ეს საკითხი. დავანებოთ აი. არ ნანობთ მე. საინტერესოა თქვენ. არა, მანაბანაკი და საწყობლები. აბა ის ვსაუბრობთ. ოდესმენება ივანიშვილის ხანებად. მაგას მიხედავთ, მაგ გადადებულია, მაგას თავი რომ ქვეყანაში დადოთ თავი და მაგ იქ. თავისაც უნდა მისი დადება. არ გვინდა ბატონო მისი თავის დადება. ჩვენ ვარ დადონებო რა. აუ შეიძლება მისი თავდადება მე გეუბნებით. კი, აცალეთ ეს და. კი ბატონო, ბრძანეთ. მიხედილია მაგათ თავის ქვეყნებას და მაგან იცის დასაკეთებს. კაი ბატონო, იცის აქამდე რომ მივიდა საქმე. დაანებოთ. ამაზე გიპასუხებ. აბა თქვენ ნერვულობთ. ნუ ინერვული გიხადებით რა. აბა რაზე ვინერვულობთ ხო? ივანიშვილი არტის თავმჯდომარის ქონება დასახელდა ძალიან ნერვული გამი აღძინავდა ხა ოდესმეებს რომ დაასადა. ქვეყანას ვნებს მე ამბავი ხო როგორ. ივანიშვილი და თქვენ ასდებს მაგი. ძალიან. განიჭებ თქვენ სიხარულს ვიდერაფერს. მე გეტყვით რას გუნა. ბოდიში, გარდგა საკითხი. ბოდიში, როცა სვავთ შეკითხვას. გარდგა საკითხი იმაზე რომ ჩვენ ივანიშვილის ქონებაზე დარდოთ. ჩვენ ვდარდობთ იცით რაზე? ჩვენ ვდარდობთ იმაზე. ბოდიში, ჩვენ ვდარდობთ იმაზე. საერთაშორისო იმიჯია. ამერიკის პრეზიდენტი შეწყდა თანამშრომლობა ამერიკასთან, შეწყდა დიდ ბრიტანეთთან თანამშრომლობა, შეწყდა თანამშრომლობა ევროკავშირთან, შეწყდა დახმარებები, შეწყდა ყველა დახმარება შეწყდა. თქვენ გეუბნებით ხო? ინვესტიციები. ინვესტიციები რა თქმა უნდა. ტურისტები აღარ შემოდიან. რაც არ შემოდის კაცო. 70% არის ისა წაგება. შუბიდან ახლა ავიდა ტურისტების 70% ცარიელი აღარ არის უკვე ხელშეკრულებები ამ წლის. ეს თქვენ გააკეთეთ, ამ არეგულირებამ გააკეთა მაგი. ხალხმა უკან დაებრუნა ის. კაი, ვაცალოთ და მე კი ბატონო. ეს საკითხი. რატომ აღიქვნა პირობა ინგლისმა თუ ევროკავშირმა რომ ამ თარობას თუ აირჩევთ? ეს რაკეთა რატო გიყენებთ პირობას? აი რა ამას პირობაზე გიყენებთ? ხონდა დასაბუთება ხონდა მოაყოლო ბატონებო. თქვენ თუ არ დასაბუთება მის. გავხსენოთ. არჩევნების გაყალბება. არა, გაყალბება ამ შემოგიყენებს ეს კაცი პირობა. ჩვენი ძველი დებატები გავიხსენოთ. გავიხსენოთ საკითხობა რომ ამ თარობას თქვენ რატომ? რატომ და გეტყვით, გაიხსენეთ კანონი აგენტების შესახებ. გაიხსენეთ აგენტების კანონი აგენტების შესახებ. კანონი მივიღო? გაიხსენეთ არ გაკუბრება მივიღო. ხო და თუ გაკუბრება შეზაგებს ვერები მე. შენ თარობა რა მე ავსტრიის დანიის საფრანგეთის საქმის ვერები ატვენები ჩემმა პარლამენტმა მიიღო კანონი ამ არასდროს დაფინანსების შესახებ რომ ოთო ჩატარადგინო საერთაშორისო იმას ეწინააღმდეგება. ხო ხარ ვიჭერ კაცო გეუბნები წერადგინ დეკლარაცია კანონი მუშაობს ხო რა მოვთ ამ კანონით რა უნდა ჩვენგან რა უნდა ჩვენგან და რა უნდა ჩვენგან არაფერი რა გავაკეთეთ კაცო რა გაგცუდი რა გავაკეთეთ არ ხმარებოდით მიიღეთ ის კანონი მომისურვეთ არ ხმარებოდით რომელიც არ უნდა მიიღეთ კანონები მიიღეთ რომელიც არ უნდა ვაცალოთ ერთმანეთს გინდა არ ხმარებოდით თოპლიოს რა გავაკეთეთ რა კანონი აი საკა ერთი ქვეყანა მითხარით ბაუს ევროპაში საქართველოში რა შეზღუდა მითხარით ზმონად რა თუ რა გინდა უნდა ჩვენ რა კანონისა ეს შეზღუდულია მთელი ევროპა გეუბნება რომ არ უნდა მიიღო მათ ხვევი კაცო მე კი ბატონო რა შეზღუდული ეს შეზღუდულია შეზღუდულია გამოხატვის თავისუფლება გამოხატვის თავისუფლება პრესაზე რამდენი ჟურნალისტია დაკავებული რომელი დაკავებული ეხლა რამდენია დაკავებული რომელი დაკავებული კაცო ქვეყანა რომელი დაკავებული კაცო თქვენ რაჭუთ ხარ ერთი ატიკაცია მაინც არის ეხლა ჩაარტყა საკუთარ პოლიციას დაგიჭირა რა ზედა მეგაც მოიცა და თუ ჩაარტყა პოლიციას თუ ჩაარტყა მე თუ ჩაარტყა თუ ჩაარტყა და შეკითხვა არ გააქვს არა იმიტომ შეაფურთხა პოლიციელმა დედა შეაგინა გაჩერდით რა პოლიციელმა დედა შეაგინა და შეაფურთხა იმას და ამ შეფურთხებაზე და დედა შეაგინებაზე გაატახელი არა პოლიციელმა არტყა დაგეთქეს მაშინ რატოა პოლიცია ცუდი მაშინ
ეს აფუთხებენ მიტინგზე და დედაგინებენ. ეს რომ დაარტყავს ხელს, მაშინ პოზიცია ცუდია და ქალბატონმა თუ შეაბურთა და იმანქანი გაარტყა, მაშინ რა კაი კაცო. არ არის. პოლიცია და რიგითი მოქალაქე ვერ განიხილება. პოლიცია და რიგითი მოქალაქე ვერ განიხილება ერთ და იგივე ასპექტში. სად არის კადრი შეაგინა? სად არის ხმარო შეაგინა? ამოჭრილი მოგაჩვენეს თქვენ. პროპაგანდისტურმა მედიამ. არა, ოპოზიცია არხები იღებდა. აბა ის ხარ რატო გაარტყამდა? გიჟი ყოფილა ის ხარ მაშინ დასაჭერია საგიჟე ჩვენ ჩავსვათ მაშინ. რატო გაარტყა სიზღიად? სიზღიად პოლიციის და ყველა ქართულის მიმართ. არა, ყველა ქართულის არა. არა, ლაპარაკობთ ესე. ჯურისტიკები არიან და ეს ხალხი ეხლა დღეს რო თავი როგორ შეიძლება ქაშოთაგან დანანდა ღერიან და გალობენ იყო ქართულები ზღია. ერთეულები ღერები გალობენ და ცხებავები არიან. და ანტიქრისტები არიან. და მამაებს აგინებენ. ვინაი ცხებავ? და გამოყავდა რომელ მამაებს აგინებენ? ვინც არ აგინებს კაი. არავისთვის არ უგენებია. ეს რა სასახა შეხედულება არა, არა, მამაებს აგინებს და ის არ შეიძლება რა, ლაპარაკი. ბაბადებლები და რა თქმა უნდა, რა უნდა? თქვა, სიმართლე გითხარი. არა, ჩვენ ავწვით ახლა თემას ზეიდად ამას. ვეტოს რა უნდა ჩვენ ხელისუფლება წავიდეს. რატომ? ეს ხელისუფლება. ვინ მოვიდეს ხალხი ბატონო? ეს ხელისუფლება წავიდეს და შეთავაზეს ახალი არჩევნები და დაკომპლექტდეს ქვეყანაში კოალიციური მთავრობა. რომ ქვეყანამ რატომ და გეტყვით, რომ ქვეყანამ გააგრძელოს განვითარება ეკონომიკური და გააგრძელოს და მოეხსნას ის ვეტოები რაც სანქციები რაც არის მაგ პრობლემას საბდაკავშირში. საბდაკავშირში რო ვიყოთ ეგეთი ამბავი აღარ იქნებოდა მას. შეიძლება მასიდან დასუფთად ასე უკვე მაშინ თუ და მეტი დამოუკიდება ხონდა ჩვენ საბდაკავშირში ვიდრე ეხლა უკვე აფასებდი და. დამოკიდებულება საერთოდ არ ქონდა, მშვიდობა ქონდა. განსხვავებით საბდაკავშირისგან საბდაკავშირში თქვენ არჩევანის უფლება არ ქონდათ, რასაც კრემლი გეტყოდა და გაეკეთებოდა. ჩვენ ვარ მეუბნები და. ეხლა აირჩიეთ ახლა თქვენ არჩევანის დეპუტატს ვერ ივირჩევდით თუ გახსოვს დეპუტატს ვერ მოვიდო და აგიტატორი წაიღებდა ამ იმას ბიულეტენს ჩაყრიდა და ასე იყო არჩევნები მე ავირჩიე ფარო ვაგერ ივეცი ხმა მეუბნები არ ვარ არა ვერ გადაუხვია იმ კურსს გეტყვით რა ევროპულ კურსს გადაუხვია მე ჩვენ რო ბოლოს საკითხი კი არა გამოაცხადა პრემიერ-მინისტრმა მეთქება გეტყვით გამოაცხადა რომ ვაჩერებთ ურთიერთობასო მე რა აბა რა თქვა აბა რა მაგას მოყვა ყველაფერი ამას მოყვა ეს გამოსვლები და თემი ამბავი დანახვა თქვენს გამგონე უნდა დგას კაცმა თქვა 2028 წლამდე ვაჩერებთ ჯერეთი არჩევნებამდე ევროკავშირმა ჩვენ ამ მოლაპარაკებებს შეგვიწყდა ხო? თვითონ შეგვიწყდა ჯერ როგორ კაცო არჩევნებს შეწყვეტილი იყო ეს და ჩვენ ამ ყბახეზე საპრეზიდენტო უთხრა თქვენ შეგვიწყდა მაგრამ ჩვენ შეწყვეტავთ და თუ თქვენ განახლებთ მაგრამ განახლებთ მე ეგ აღარ ვთქვია როგორ აღარ მათქვა ორი სასპეკულაციო რომ არ იყოს თემაო სასპეკულაციო რომ არ გიყვართ თქვენ ამაზე შეტანხმებით იმიტომ რომ თქვენ ქვეყანა დააზარეთ თქვენ ხარ ეს ქვეყანა უყვარდეს ხელისუფლებას არ ჩამოეკონციალებოდა და ქვეყანას მისცემდა განვითარების საშუალებას მე რომ ვიცოდე რომ ჩემი სკამზე ჯდომა ჩემს ქვეყანას აზარალებს მის არალებს იმ სკამზე მე არ გავჩერდებოდი და ესენი მიწებებული არიან იმ სკამზე და ვერ ააძრო არა არგუმენტაცია უნდა მეტი თქვენ დასაბუთებას ბატონო არჩევნებამდე გამოვიდა ევროკავშირი თქვა რომ თქვენთან წყვეტო მეო გაწევრიანების მოლაპარაკებაზე რატომ ეს არ არის ხელისუფლების პასუხისმგებლობის საფუძველი იმიტომ რომ თქვენ რომ მიიღეთ კანონიუმ ამ აგენტების შესახებ კი იმიტომ წყვეტო და არჩევნებს დავაკვირდები და მე ნახავ გავახლებთ ხო თუ ჩატარდა ნორმალურად კი ბატონო იმდადებოდი იმის რომ რაც სამწუხაროდ არჩევნები კარგად ხუთაზე იგივე სიტუაცია მოხდა საქართველოში შეგდეთ ერთი სადამკვირვებლო მისია მეთქვა რომ დადებით მათ შეაფასა ყველამ შედადებით ტყუილი ეუთოუდირმა უარყოფითად შეაფასა ევროკავშირის სადამკვირვებლო Human Rights Watch-მა ეხლა დადო უარყოფითი Human Rights Watch-მა ეხლა დამაცხადა უარყოფითი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ უარყოფითი დასკვნა დადო ევროკავშირმა უარყოფითი დასკვნა გადადო საბაბი რა მოუძო ახსენილია ყველაფერი საუბარია არჩევნების ფალსიფიკაცია მოსყიდვა საუბარია როგორ თელესოფია მაგას ისახება ზეწოლაზე თქვენთვის არ არის ბატონო წაიკითხეთ გაეცანით მასალას ხულობა რა სწორია ყველა მატერიალური ნაწილი წაიკითხეთ არასწორი ყოფილა თელესოფიო აბა დღემდე თქვა კაცო მანახეთ ერთი სამდო კაცო
გეუბნებით. საღო დამცველი გამოვიდა ხო არ არის მაგ ოცნების კაცი. ოცნების კაცია. როგორ არის? მე გეუბნები. ეგ არის მარიონეტკა ბიზნესმენი. სახელდამცველი აქციები არ არის ეხლა რომ მივარდენ მივარდენ სახელდამცველი ეს სახელდამცველი ეს სახელდამცველი დარზე ვინმე. ამაზე ვთანხმდები შემდეგი დაკითხე. კარგით, დავოსისა და მიუნხენის კონფერენციებთან დაკავშირებით მინდა გავამახვილოთ ყურადღება, სადაც არ მიიწვიეს ჩვენი ხელისუფლება და ეს პირველი შემთხვევაა, როცა ამ ხელა ფორუმებზე ჩვენ ხელისუფლების წარმომადგენლებს აღარ იწვევენ. ჩვენ საზოგადოებას უნდა აუხსნათ რა არის მიუნხენის კონფერენცია და დავოსი და დავოსის კონფერენცია. ეს დავოს კონფერენციაც მათ შორის არის არაოფიციალური, ნახევრად ოფიციალური შეკრება, მაგრამ ეს არის ის კონფერენციები მიუნხენის კონფერენცია ეს არის კონფერენცია სადაც ხდება სოფლიოს უსაფრთხოების საკითხები, სადაც ირკვევა სოფლიოს უსაფრთხოების თემები. და ეკონომიკური დავოსი. დავოსი არის სოფლიო ეკონომიკის განვითარება როგორ წავა, იქ არის აი ეს საკითხი. ანუ ჩათვალეთ რომ საქართველო ამოვარდნილია სოფლიოს უსაფრთხოების სისტემების დაგეგმიდან და სოფლიო ეკონომიკური განვითარების სისტემის დაგეგმიდან. ანუ პრაქტიკულად ჩათვალეთ რომ ეს არის შედეგი, რაზეც ჩვენ კამათობდით და ვერ ვთანხმდებით ბატონო სალიგავასთან ერთად. ეს არის იმ პოლიტიკის გაგრძელება, რომელიცაც ამ ხელისუფლებამ მიაღწია აბსოლუტური იზოლაცია და ქვეყანა დაახლოებით 2-3 თვეში დაამსგავსა ჩრდილო კორეას. ჩრდილო კორეას. რაში გამოიხატება, რომ ჩრდილო კორეას არ ეპატეჟებიან მიუნხენის კონფერენციაზე და არც დაოსის კონფერენციაზე არ ეკამათებიან. აი ეს ფაქტია, ხო? ინაუგურაციაზე არ ეპატეჟებიან. ინაუგურაციაზე არ ეპატეჟებიან და ასე შემდეგ დაადებენ სანქციებს. საქართველოში ამოვარდნილია ეპატეჟებიან აზერბაიჯანში აგერ და სომხეთში და აზერბაიჯანში კიდე კაი ეპატეჟებიან აზერბაიჯანის კომენტია. კი ბატონო, ეცნობათ. აი საქართველოში მაცხოვრებლები ვარ ჩვენ. შეზღუდვას ეს შეზღუდულია? როგორ? ეს ხო ვილაპარაკეთ ამაზე. ეკონომიკა შეზღუდული, ბიზნესი შეზღუდულია? რა თქმა უნდა, არ არსებობს ბიზნესი და ისა, რა თქმა უნდა. თავრობა ბიზნესში ერევა? ერევა რომელია? პირდაპირ გეტყვით, ეხლა ყობახიძემ რო დაიბარა ისინი ბიზნესმენი, თავისი მომხრების აბა რა იყო ეს? რა ჩერი იყენს რაში? ბიზნესი შეზღუდული საქართველოში. დღეს გეტყვით. რომელ ყველა ოპოზიციური პარტი ხალხი მუშაობს ბიზნესში, ძალიან ბევრი ის. სადაა შეზღუდული თქვენ არ შეზღუდვა გინახიათ თქვენ დარობიდო, წანდარობიდო. ეხლა მე გეტყვით. ასე შესაძლოა შეზღუდვა. კი ბატონო. სიმართლე მითხარით, რა უნდა ჩვენგან სიმართლე გამაგებია და გეუნებით ვარ და არ გესმის. არაგაც. რა უნდა ევროპა და ამერიკა ჩვენგან გვითხრას. ეს ხელისუფლება უნდა ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს. არა, რატო უნდა წავიდეს ეს ხელისუფლება. უკრაინის საკითხი რა უკრაინას გავუკეთეთ, იგივე უნდა გავუკეთოთ ჩვენს, არ გავაკეთოთ ამას. რანაირად? კი, იგივე უნდა ჩვენგან. რა უნდა არ მოდი რა გავუკეთეს უკრაინას. რა გინდა ჩვენ გავუკეთოთ? მოდი იმათ რა გავუკეთეს უკრაინას, ევროპამ რა გაუკეთა უკრაინას, ამერიკამ რა გაუკეთა უკრაინას. ეს პროცესი რაც უკრაინას ხდება, ვიზმინა ამისი. ამგზ რა პუტინი კაცო? პუტინი რა დაიწყო მიგდაში. პუტინმა დაიწყო უკრაინაში. უკრაინაში ზომი. პუტინმა დაიწყო საქართველოში, იმან აგურა უკრაინაში. პუტინმა დაიწყო საქართველოში ომი და პუტინმა დაიწყო უკრაინაში ომი. პუტინმა ვინც ამოხიზა. ჩვენ რა რუსეთს შევიჭერთ. მოიცა დაოსსა და იმას დაუბრუნდეთ რა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი ახლა. გადავედით იმაზე. უკრაინაზე. ეს თარობა და წავიდეს. ვინ მოვაბიხარი? კოალიციური მთავრობა მოვა. ვინ მოვიცაც აიჭოს ხელისუფლება, მოვა კოალიციური მთავრობა. რომელი მთავრობა? კოალიციური მთავრობა. პარტიები, შემოყალ პარტიები. აი თუნდაც ის 4 პარტია, რომელიც დღეს არის წარმოქმნილი. კი ბატონო. ნაციონალური მოძრაობა. კი ბატონო. არ ჩვენ დაწყებამდე ესენი ვერ გაერთიანდნენ ბატონო. რატო ვერ? ძალიან კარგი რომ ვერ გაერთიანდნენ, რატომ უნდა გაერთიანდნენ? რა თქმა უნდა, ერთი სიტყვა. რატომ უნდა გაერთიანდნენ? ერთი სიტყვა და ჩამოყალიბდნენ, რომ ერთიანი ძალით მიწოლებდნენ და შეიძლება მქემოებდა დაჩვენები. უკაცრავად რა. მოგების ეს არის განსხვავებული პარტიები, ეს არის განსხვავებული ადამიანები და განსხვავებული გემოვნების ხალხი. ეს გემოვნება ერთყალეთია კაც. რა როგორ არის? გახარია და ნაციონალები და ერთდაიგივეა და ხაზარეთის პარტია და მელი ერთდაიგივეა. პარტია შეიძლება ერთ დღეში აღმოჩნდეს პარტია შეიძლება? პარტია არის იდეიდონო აღმოჩნდეს როგორც იდეო. აი ქართული ოცნების იდეა მითხარით. ქართული ოცნების იდეა მითხარით თეთრი ხოცები. თქვენ ყო მათი ხარდაჭერი ხართ. ქართული ოცნების იდეა მითხარით, რომელიც 9 წელი სოციალიზმში იყო და სოციალიზმზე შეერდა და უსმად გამოვარდა და გამიქცედა კონსერვატორები. რა სოციალიზმში როდედა? აი გეკითხებით. რა სოციალიზმში? სოციალიზმის წევრი იყვნენ 9 წელი, სოციალიზმის ასპირანტი პარტია იყო და როცა გამოგდების საკითხი დადგა ურბანთან მეგობრობის გამო და გამოირიცხა ქართული ოცნება, ორი თვით გამოასწრეს იმიტომ რომ დღის წესრიგში იყო ქართული ოცნების გარიცხვის საკითხი სოციალისტებიდან და ეხლა არც ერთ ევროპულ პოლიტიკურ ოჯახის წევრი დღეს ოცნება აღარ არის. რატო იცით? ეროვნულ საფუძვლად დგას.
და ქართული სახელმწიფო შექმნას და არ უნდა ეროვნულია ყველგან მოიჭრა ყველა გზა კაცო ეს არის მტრობა ამდენ ტრებს რო გაიჩენ შეგვეყანას ამდენ ტრებს რო გაუჩენ შეგვეყანას ეს არის ეროვნული საქმე ის რომ ქვეყანა ვიღა მოვა ყველა აღარებიდა დარჩა და ვიღა მოვა ბატონო ვინა ჩინეთელი და ინდოეთი და მოისმოვა რუსეთი ჩინეთი არავითარ ბატონო მომისმით პატარა მაგა ჩინეთი ერთი წელი მიგიყო როგორც ასეთი კი ბატონო მითხრა რა უნდა ეს ხელისუფლება წავიდეს მე რატო ვინდა მოვიდე მითხარ გვარამი უნდა მოვიდე კი ბატონო მე მინდა კი ბატონო ვიჩი ბაშკანა ხარ მე ხარ ხო ჩავატაროთ ვეთქი გეუნები არ მოგიხარ და გეუნები თუ თქვენ მოიგო მე ვიტყვი გავდა მეთქი კი ბატონო თქვი მე ვიჩხუბოთ ისე არ უნდა ვიჩხუბოთ მომავალი დაჩვენები ოქტომბერში გინდათ ქვეყანა წაიღო მომავალი ოქტომბერში არა ბატონო არ დაგითმო არა და მაშინ გადაწყვეტს როგორც გადაწყვეტა რა ვქნა ოქტომბერში სანქცია მოყვება და ბოლოს იცი ბოლოს მეგეთქი როგორ დამთავრდება იცი ბოლოს ჩვენ კი არ გიზამთ ივანიშვილი ჩვენი გამოსაწეწყდი გახდება თქვენი ხელით. რო დაიჭერთ იმ ივანიშვილს და გაწიწყდით, რომ გაგიკუპონებენ თაფებს ყველა სამაკო ამარიჩეს. აი ბიზნესმენებს, ობახიძესთან რომ დადიან შეხვედრებს, ხო? რომ აი პაპაშვილებს აიმად რომ გაუკუპონდებათ ის ფულები. მერე ერთი კაბები და ნორმალური კაც პაპაშვილი და მაგასაც დაგერათ პაპაშვილი. ხო და მერე მაგასაც რომ გაუკუპონდება ის ფული პაპაშვილს ძრის გამოუდგრეთ ივანიშვილის ხელიდან. ამას გაყურებინებთ თქვენ. ივანიშვილი ჩვენი დასაცავი გახდება თქვენ. ივანიშვილი გახდება ჩვენი დასაცავი თქვენგან. ეკონომიკა გაჩერების პირასაა. ივანიშვილი ჩვენი დასაცავი თქვენგან. ეხლა არის ზანიკი დანაკით. უნდა გადაწყვეტოს დადებითი. მაშინ აი ესე იგი რო შევაჯამოთ არა დაოსისა და ოქტომბერში არჩევნებიან მოუდანით მოიგეთ ბატონო. კი ბატონო, მას მიდგომებით რას მოიგებთ? ნახოთ, მიყვეთ. ბატონო, არ დაგიტო შანსერარი და არ დაგიტო ევროპა და ამერიკა და არ იმასის არ დაუშვებს ამ ამბავს. თვითონ თორე. ჩვენ ქვეყანა ვიყავით, მაგრამ სამწუხაროდ აღარა ვართ. ახლა ვართ ქვეყანა. ეხლა მოდიში ბატონო, მაგრამ თქვენზე ვლაპარაკობ, მაგრამ იმ თქვენი პარტიის ხელმძღვანელობამ თავი ჭკუით ხო კაიჩინი დაიჭირა. აწი უკეთეს დაიჭერს. აი თუ ჭირავთ ხელში. აი, თქვა. იზოლაციაში მოექცა სოფლიო იზოლაცია მეტი რაღაცი უნდა დაიჭირას ხო? ყველა მოაზე რა ჟიდა, თქვა, მე ჩვენ დაფაში ხება და არც ეკონომიკურ ალტერნატივი პოიცია. მისთვის არავითარ შეხება და არავითარ. ძალიან კარგი, იმიტომ თქვენ არ შეგეხებათ ეს სანქციები. რა სანქციები მაგ ვერ გავაშინე. იმიტომ ივანაშვილთან რო თქვენს დაგასანქცირებენ. ბიუდეტი ამიგი ერთი თეთრი. ხომ დაგონია და მე ძალიან კარგი. ხო არ პონი შეხება. არ შეხები. რა გინდა სამბათან მე რატო ხარ? საქართველოს მე ეროვნული ვარ. მე ხო ვიცი რა მიყვარ. ხო და ეროვნული ხარ და ქვეყანა რო მიყვარ რა გინდათ მაგათთან? მაგრამ ისე ვიყავ და ეხლა მიყვარს ეს ხედა ამათაციანი ქართველები არიან აგრეთვე ქართულ საქმეში. ჩვენ ზანგები ვარ. არა, რაღაც არასამ დარობები. ჩვენ არავის არ მოვარჩინებდა ივანიშვილი ევორჩინება პუტინს. გააკეთეს პუტინის საქმეს. ისო საქართველოს გამოიყვანა ევროკავშირის იმიდან. საქართველოს მიყიდეთ რუსეთს თორე რა მიყიდა? რა მიყიდეთ რუსეთს? რა მიყიდეთ მაგალითად ელექტროსადგურები რომელი სადგური მიყიდეთ? რომელი სადგური? თორე 24 გესი გაგიდო ვიგაგიდა გაგ მაგალითად ვიცი რა გაგიდა მაგალითად ეგურგეს მაგალითად აი ახლა მე თქვენ დაგენიძლოვებით ვიცი მიყიდა გასწე ვიღაც აი გავხსნათ საჯარო რეესტრის საიტი ბოდიში გავხსნათ საჯარო რეესტრის საიტი გავხსნათ საჯარო რეესტრის საიტი და ენგურჰესი ეკუთვნის საქართველოს სახელმწიფო სააქციო საზოგადოება ენგურჰესი არის 100%-იანი საქართველოს სახელმწიფოს საკუთრება და მისი დირექტორთა საბჭო ჩამოთვლილია ვინ არიან დირექტორები არიან ყველა ქართველების წინაშე ну ოკუპაცია მოახდინა რუსეთმა აფხაზეთის და აჩხალი ინგლისის კაი ეხლა მეუბნებით კაცო რომ 24 ჰესი რუსების არ ეხა გაიგეთ რომელი ჰესია მე შემდეგ შეხვდა ჩამოგიწვით მოდით მე შემდეგ მოწოდე ჩამოგიწვით ხო ეს თქვენი არგუმენტი ამ არგუმენტმა ძალიან დამაინტერესა ამ არგუმენტმა მართლა ძალიან დამაინტერესა არა ეს სომილი ფაქტი არის არა მიყიდეს ეგესებიო მაგრამ სიაც არის ჩამონათვალში ყույლია ყველა გესი შევამოწმე ყველა გესი შევამოწმე დამოთორები ყველა გესი შევამოწმე ყველა ჰესის ამონაწერი საჯარო რეესტრი ვნახე ყველა ჰესი რომელზეც ლაპარაკია რომ გაყიდული არის საქართველოს სახელმწიფოს საკუთრება დირექტორატი დღესაც არის აბარატუარი რო გაყიდაო ვინ თქვა გაყიდაო გაყიდა მასე გარეჯის გაყიდა რომელიც შეთანხმებული არ არის საზღვარი
ხო. უხსნი ამოცნების მომხრეებს, რომ ბიჭო, როგორ გაყიდა მიშამ საზღვარი, როდესაც საზღვარი შეთანხმებული დღემდე არ არის. არ არის, მაგრამ რატო დგას აზერბაიჯანის ჯარი მაშინ? გეტყვით თომას დგას. მეუბნები საზღვარი არ არის გავლებული. არ არის. აი ჩვენ ტერიტორია იყო, კაცო და ჩვენები აკონტროლებდნენ ამას. არ არის ჯერ გარკვეული ეს საკითხი. არა, მიშამ აუშვა ესე აზერბაიჯანის ჯარი. მიშას დროს არა. მიშამიცა უფლება. არა ტყუილია, მიშას დროს არავინ არ იყო, მიშას დროს და ამ თარობის დროსაც ჩვენ უპრობლემოდ გადავდივართ და განმოდივართ გარეთში, როდესაც უნდა თქვა ახლა სამწუხარო ფაქტია, ხო, პრეზიდენტმა არ თქვა დღეს და ჩვენ რომ მოგწოს იმ პრეზიდენტმა რომ ჩავიდა ბაქოში და ბაქოში კი არა იქ ბაქოში გააკეთა განცხადება, მე იქ მივიდა, ხო. დადგა და ყველა სახელმწიფო მიხედოს თავის საზღვარსო და ეს სიტყვები თქვა თუ არა, მაშინ დააყენა ალიევმა მაშინ საზღვარგარეთ ჯარები იქ. თორე მანამდე არავინ საზღვარგარეთ ჯარი იქ არ იდგა. და უპრობლემოდ გადავდივართ განმოდივართ და საზღვარი დღემდე არ არის შეთანხმებული. კი, არ არის, ხო, მაგრამ ისინი აკონტროლებენ. ამ თარობის მოხსნე. აზერბაიჯანი აკონტროლებს. იმის არ იყო საქმე რა. სტრატეგიული სისტემებში რო არის. ხო. რო აუხსნიან რომ არა ბატონო ეს მოტობურთის ბრალი არ არისო და კიდეც სად არის ჩაჩანიძეო რო იცი. 100 არია თქვენი მხარე. ჯვაუხსნირო. არ გაყიდულა, არ არის შეთანხმება, ხელმოწერილი არ არის, საზღვარზე არ არის გავლებული ეს ხაზი დემარკაცია და ჯვაუხსნი ამას ყველაფერს არ ჩაშინდა. მაგრამ მithom ჩაჩანიძეო კაცო. მithom მეტეს არ უნდა იდგეს აზერბაიჯანის ჯარი იქ. არ რა გააკეთეს მე? სიმაღლეები ბიჭო მართლა გამოვიდა ბატონის თქვენი სააკაშვილი გამოვიდა თქვა ასო ეს სიმაღლეები დაუთმოთო აზერბაიჯანს. აგი არ ვთქვია, ეგრე არ ვთქვია. ასე ვთქვია. არა, დაახლოებით ეგრე თქვა, მაგრამ ეგრე არ ვთქვა. არა, ჩვენ დაუთმოთო არ ვთქვია. არა, ჩვენ ისე უნდა მოვაწყოთ, რომ ორივე მხარე უკმაყოფილი იყოსო და ჩვენ იმას რა ქვია, მომლოცველებსო კონდეთო იქ მოლოცვის და ასვლის საშუალებაა. აი ეს თქვა. ეს თქვა, მაგრამ ეს ის არის დათმობის ის არის. არა, შეგვიძლია. სადაც ობიექტები არ გავუყიდია, მოიტანეთ თქვენი ობიექტების მომისმეთ ეს ხო შეიძლება მარტივად გადავამოწმოთ. ეს ხო რა ჩვენი კამათსაგანი. ავიღოთ. აი თუ გია დავდგეთ, გავაკეთოთ მაყურებლებს დაწერონ თავიანთ იმაში, რომელი ობიექტი აინტერესებს. ჩვენ ამოვიღებთ იმ ობიექტის სამონაწილე საჯარო რეესტრიდან, მოვიტანთ, აი აქ დავდებთ თქვენ თვალწინ და ვის საკუთრებაში არის ის ობიექტები, რომლითაც ლაპარაკობთ. ანუ ჩამოთვლის სიაც იყო. ერთად შევამოწმოთ, კაცო, ხო? ერთხელ და სამუდამოდ აფხულის ხონდა ეხადოს არა ხალხო საკუთრება. ხარდა არა, რომ ვიძახეთ, გაიყიდაო. საქართველოსია ის გესები რა. როგორი გადაება? არა, საქართველოში არის კი, ტერიტორიულად საქართველოს საკუთრება არ გაყიდულა, რომ მესაკუთრი არის საქართველო. თერმიკო თელას ვისია. ეხლა დღეს გენერაცია დენის ვისია. თერმიკოს მაკონტროლებელი ვინ არის? ამოვიღოთ კი ბატონო ამონაწილი. ამოვიღოთ ამონაწილი და ნახოთ. ყაზახები იყვნენ. ყაზრანსგაზი? ხო, ყაზრანსგაზი. თერმიკო თელას ეხლა თელას. არა, მე გეუბნებით ისიც იყო მეთქი, გაზეთს იყო. რუსები არიან. კაი, მაგაზინს გავაკეთოთ. ჩვენ კიდე გვექნება. წყალი ვისია, წყალი. თბილისში. ჯორჯიან ვოთერენ პაუელი როგორც. ნახოთ მაგის ამონაწილს. რუსები არიან. ნახოთ აი, ამონაწილს. სანამ ნახავთ ჩვენ თემას დაუბრუნდეთ. რუსები არიან. დირექტორის მოადგილეები ხანები რუსი ყავთ. თქვენ კვალიფიციური პასუხი გინდათ. ამ წუთას ვერ გაძლევთ. ამოვიღოთ. მოვძებნოთ ამონაწილი. კი ბატონო და მე შევხვდეთ და დავждეთ სამივე და არც ოცნება და არც ნაციონალური უფრო დასაბუთებულად ვისაუბროთ ამ დასაბუთებით. დაცუნებულობაზე და გაიყიდა და გაიყიდა. მე შემიძლია ვთქვა მართლა რომ დამაინტერესა ერთ-ერთი რაც გადავამოწმო ენგურ ჰესთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა თუ ჩემი აგჯერათ შევძანდით naprgov.gz აკრიბეთ ენგურ ჰესი იურიდიულ პირებში და ამოგიგდეთ ამ ამონაწერს და ნახეთ ვინ არის ამონაწერის მიხედვით ამ საწარმოს მესაკუთრე და ნახავთ ვინ არიან დირექტორები და ნახავთ რომ არამედ რუსეთზე გაყიდული ის არ არის. კაშხანია რუსეთზე საკუთრება, კაშხანი. თორე გენერაციაში ჩვენი იყოთ, კაშხანი წყარო მოდის და რუსებმა იყიდეს მაგი, გვირაბი კაშხლები, რემონტ მაგდა ჩაუტარეთ. როგორ მეუნები კაცო გამაშენებო. კაშხალი პირიქით ჩვენია. კაჩედით რა. ოკუპირებულ ტერიტორიაზე არის ოკუპირებულ ტერიტორიაზე კი ახალი ჩაუდოს ხელში ეგურიაცი. მართვის პუნქტია იქით. მართვის პუნქტია იქით არის როგორც ვიცი ის რა ქვია. თვითონ წყალსაცავი არის იქით ტერიტორიაზე. არა, წყალსაცავი. მართვის პუნქტი არის იქით. ეგ კი, ეგ ცნობილი ამბავია. დამბა ჩვენთან არის. ეგ ცნობილი ამბავია. ესე იგი, როგორ შეიძლება დამბა ჩვენთან არის, მეც მაგას გეუბნები. აბა ეგეთ გრაბებია და მართვის პუნქტია სამერიოში. კარგით, მაგრამ აი ეს დაოსი და მიუნხენის იმას რომ შევაჯამოთ ახლა. აი მას მოგვიტანს უარყოფით შედეგი. უარყოფით შედეგი რა იქნება? არ მოგვიტანს და არაფერ შედეგი არ გვექნება.
მაშინ როცა სოფლიო წავა. და როგორ ყოფით შედეგს მოგვიტანს მე რა გინდა. უსაფრთხოების კუთხით როცა წავა შედეგი სოფლიო წინ და ეკონომიკური განვითარების წინ სოფლიო და დაიგეგმება სოფლიო ეკონომიკური განვითარება შემდგომი და უსაფრთხოების შემდგომი პარაბოლა რო შეიქმნება მომავალში, უბრალოდ ჩვენ ჩვენ არ ვიქნებით. ფაქტორი დაოში ეს ინვესტიციები და ეს აქ იწყდება. შემოსვლა და ისა ყველაფერი. ხო, რას მოგვიტანს, არაფერს არ მოგვიტანს, არაფერს რო არ მოგვიტანს, ეს უკვე დანაკარგია. კი, ეს თავისთავად იმოქმედებს ტურიზმზე, ხო? ეს იმოქმედებს არათუ ტურიზმზე. ეს პირველ რიგში იმოქმედებს ტურიზმზე, იმოქმედებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ინდექსზე, იმოქმედებს საბანკო კრედიტებზე, იმოქმედებს, რა ვიცი, ვალუტის გრადობაზე, სავალუტო რეზერვებზე. ტურიზმი შემოდი, ევროპიდან შემოდის, ამდენი პროცენტია ტურიზმის შემოსავალი ევროპიდან. ეხლა ცოტა იქნება, აღარ იქნება. ეხლა ძალიან ცოტა, თითქოს აღარ შემოდის. საქართველოში ძირითადად დადის შუა აზია, რუსეთი, უკრაინა და აღმოსავლეთ ევროპა. ნაკლებად, ხო? ისე მაინცულია, რუსეთი დადის, საფრანგეთი, აზერბაიჯანი და დაამბეული. საფრანგეთის აზერბაიჯანის მე არაფერი არ მაგწინავდა კი ასევე ყაზახստანი, მაგრამ ისო ჩვენ რუსეთზე ვართ მიგული. ყველაზე მშვიდი და ყველაზე კაი ტურიზმი ყოფილა ყაზახստანიდან. სამშობლო წელს ბათუმში ყაზახստანელი ვერ იყო. კი, მართლა ვერ იყო. მე მიჩვენია თუ და ხანი გავჩვენოთ და გავითარებდა და ვიყოთ ჩვენი აი ქართული არ დაკარგოთ ხალხო რა ვინ გართვით ამ ქართულს ქართულ თუ ეკონომიკა არის რა სადა გვაქვს ეკონომიკა რა შემოვიდა სად არის ეკონომიკა საქართველოში რამდენი მილიონი დახმარება შემოვიდა შარშან მითხარი ხო გაინტერესებს რამდენი მილიონი დაგეხმარა შარშან ეკონომიკაში სად ჩაიდო ევროპული ფული საქართველოს ეკონომიკაში ერთის დარგი მითხარი სადაც ევროპამ ფული ჩადო საქართველოში ხალხები ააშენა ბანკები დადებული სოფელში დაგეხმარა რაში დაგეხმარა ევროპული ფული არასამთავრობო და NGO-შიკების დაფინანსებით და ასტაბილურების დაფინანსებით და რაში ჩადო ფული პოლიციის განვითარებაში, უშიშროების განვითარებაში, არმიის განვითარებაში. აჩე არმია ჩადო რა, როგორ არა იარაღი ამერიკულია. ავტომატები და ინსტრუმენტები და ისინი. თუნდაც ჩვენი ბიუჯეტიდან არმიის თუნდაც არმიის თუნდაც ჩვენი ბიუჯეტიდან 92 გადავადეთ სარჩი. რამდენი? 20 მეტი გადავადებია. ისე უკანას მიეციო მაგიცო. და მაგაზი გუნდურია კიდე. ჯავენი მიყიდა და გუნდური გაბეგი ხომ და ისე უკანას მიეცი მაგ ჯავენი იმას მეუბნებოდი რა. მე ჩვენ ტანგი მიყავდა ავიაციო გვაქვს. რა გვაქვს რა? ამერტოლა გვაქვს ჩვენ უცხოეთიდან ფლოტი გვაქვს რა გვაქვს რატო არა გვაქვს 12 წელი ვინ დაგეხმარა კაცო გეხმარ ჩვენ ხო და ასე თუ გავაგზავნე დაგეხმარებიან კი არა ვინ დაგეხმარება ავღანეთში გაუწია ოჯახში დაგეხმარება 1-2 მილიონი ჩვენს მოეწ ამ პოლიტიკის შემხედვარებ ვინ დაგეხმარება დანამდე გეუბნები კაცო ვინ დაგეხმარება ხილკა ჩაუტობა ავღანეთს ხო 10 მილიონი მეტის მე ჩვენ ამერიკა ჩვენ მაგის მომხრები ყავით რამდენი ხანში დაიყო ავღანეთში ჩვენი ბიჭები და ჩვენ რატო დაგეხმარა ჯარათში გავგენია წელი რატო არ მოგწა ჩვენ კაცო ჩვენ რატო გავიარაღა ჩვენ ქართველები რატო გამოიეთ რუსული ხელგანობა ჩვენ დაგეხმარა რატო დაგეხმარა ჩვენ ავღანეთს ეხმარებოდა კაცო ჩვენ დაგეხმარა რამდენი სოფრები დაუტოვა რამდენი იარაღი დაუტოვა ამას ავღანეთს კაცო ჩვენთვის მოეცა რატო გაძებდა ჩვენ მონა ვართ არა ვართ მონა არ წუხებით კიდევ ოცა დოთ ასე ვართ ან ბატონო არ გიარაღებდა ჩვენ დერობის კიდევ ვიღაცა მოდის და მე მასთან სინათი მითხარი რატო რა გინდა ჩემგან ქართველებისგან მე დაგიჟერებ შენ არ მეუნებიან სიმართლეს მეუნებიან არ მეუნებიან დიპლომატიური აუცილებლად დამთავრდა ღია ტექსტები გელაპარაკებიან ხომობ თარობას და არ გინდათ გაგიჟერებ გაიცნოს უკან ეს საკმარისი იქნება აღარ იქნება უკვე საკმარისი ეს საკმარისი იქნებოდა ეს საკმარისი იქნებოდა არჩევნებამდე რა უნდა დაბა აცუ ჩატა დაინც მოგიგებს ვერ მოიგებს სამართლიან არჩევნებს ვერ მოიგებს. ეხლა თქვენ იმ კანონმდებლობით ჩაატარებთ რომ თქვენი და არა, ეხლა სხვაგვარად ჩატარდება არჩევნები, სხვა პრეზიდენტი. შეიძლება საარჩევნო კანონი შეიძლება. ეხლა თქვენ თუ ჩაატარებთ ისე და 15 კომისიის წევრიდან 10 თქვენი იქნება 5 ჩვენი და თქვენ თუ გაუნაწილეთ ადგილები და ეხლა გააყალბეთ არჩევნები მასე ვინჯა დამკვირვებელს უფრო მეტი უფლებები უნდა ქონდეს და თქვენ ხომ თუ დაიგავთ ნეიტრალური პოზიცია. მე ნეიტრალური ვარ. მოცემულობა არის კაცო. არა, ხო, დაიგავთ პოზიცია. ჩვენ თუ ასე გავაგზავნეთ, ხო? ერთი უბრალო კაცი ვარ მე. უბრალოდ კაცი ხარ თუ არ თქვენგან ნაცნობი პარტიები, არც კი ბატონო, წევრი არ ვარ პარტიის. ბატონო, მოცემული პარტიები. უბრალოდ ხალხი ვარ ჩვენ, ოჯახი მამები ვარ. კაი ქართველები ვარ, ხო? ჩვენ თუ ასე გავაგზავნეთ ბატონო, ჩვენ ქვეყანას დავღობა.
კარგია რო ხდებით ამას და რატო უყავთ ამ ქვეყანას? არა, თარობა ჩვენ ვართ. თარობა მე მომხდარ თარობა. ხო, დაიღეთ პასუხისმგებლობა როგორც თავრობა და გადით რა. რატომ ჩატარდა მშვენივრად? არ ჩატარებულა დაერონ ოქტომბერში. თელი მსოფლიო ამბობს, თელი მსოფლიო ამბობს რომ არ ჩატარებულა. კაცო, ვინ თქვა? ყველა თქვა რა, არ გინდათ გაგება და ახლა. წინა გადაცემაზე ამაზე ვილაპარაკე. წინა გადაცემაზე იყო ლაპარაკი და ამოვით აი ეუთო ოდირის დასმას დაველოდოთო. გეუნებით ოდერის დასვა ყველაფერი ცუდი თქვა. Human Rights Watch-ის დასვა და გუშინ დაიდო. ევროკავშირმა, ევროსაბჭომ ყველამ შეამბოცა და ოკუპაცია. დასვა და ამერიკაზე დაკითხული გააქვთ? ამერიკა დაჩვენებზე? ჩვენ უკეთესია რამე? დავანებოთ ამერიკას თავი. ეუთო ოდერო ჩვენ საქართველოსზე ლაპარაკობთ, ხო? ეუთო ოდერო დასვა დადო ამერიკა დაჩვენებზე დაკითხული გააქვთ? ჩვენ ზუვერენცია მაგის. არ მაინტერესებს, მე მაინტერესებს საქართველო. რაღაცას ხო? რა თქმა უნდა ამერიკა, მე მინდა საქართველოს როგორ ჩატარდა. ამარჩენებით რომ მოეგო ოპოზიცია თქვა გამოიღებდით? მომისმინეთ ეუთო ოდინმა ამარჩენებით რაც იყო ხო? ამ სამართლიანი აჩვენებდა კომისიით სადღო გარღვევა. სამართლიანი აჩვენებდა ჩატარდა. რომ შეუძლებელი იყო ამ აპარატში ორმა კაცმა რომის ესხმა შეუძლებელი პროკურორმა გუშინ. ეხლა ეს პროკურატურა თქვენ ეს გიხდით ამას ხარ. არ გინდათ. სასამართლო არა. სასამართლო ასეთი არ არის და ისანქცირებს ძველი ევროპა და ამერიკა ამოსამართლებს არ უშევენ არც ასე გაჩიევს აღარჩევსებდა და ამოსამართლებს კაცო რას ლაპარაკობ მართლა და მართლა ეს სასამართლო სადა გვაქვს ჰაგის სასამართლო გამოწერა ისრაელის პრემიერის სანქცია ხო თვით არ აკავშირში და ამერიკამ დაასანქცია ჰაგის სასამართლო ასე არის არ დაუხსანქცირება. ჰაგის სასამართლო ვინ დაასანქცირებდა რასაო? იმოს სამართლო მემაც ისრაელის პროკურორი ვის და სანქცია გასცა დაჭერაზე ის დაასანქცირა. ის სასამართლო კი არა პროკურორი დაასანქცირა. ეს სხვადასხვა ცნებებია უკვე. რა უფლება ქონდა იმას დაასანქცირებდი ეს საკაცო. რატომ ხო თავის ტერიტორიაზე ქვეყნის ტერიტორიაზე თქვა რომ ამ კაცის ქონებას მე ვასანქცირებ. ვის რატომ მოწირდა? ეგრე პუტინიცაა დასანქცირებული და გაცემულია დაპატიმრების ორდერია გაცემული ჰაგის სასამართლოს. მაშინ თქვენს დაასანქცირეთ კაცო ისინი საქართველოს. ასე ჩარევა ქვეყნის გაფარჩაკება არის ხო და გაფარჩაკება და ქვეყანა რომ ფარჩაკდება ამიტომ გეუბნებით და გაგიკებით და რო აფარჩაკებთ ამ ქვეყანას გეუბნებით და ქვეყანა ქვეყანაში ფარჩაკდება. არ ბაჟანდება. ქვეყანა ინარჩუნებს. არ გედარდება თქო. ეროვნულ სახეს ინარჩუნებს ქვეყანა. ქვეყანას ეს თუ ეროვნული სახე კარგად გამოიყენება. ეროვნული ქვეყანას სახეს კარგავს. ნახავ, არ კარგავს. თქვენი მართლობის პერიოდში ქვეყანას სახეს კარგავს. კაი, ეხლა ასეთი მაგალითი მოვყვა აბუ-დაბიში, რომ ინციდენტი მოხდა, ეს არ არის ეროვნული სახის დაკარგვა? ეს არის სულთად სახე დაკარგული ხელისუფლების მაგალითი. და ბათუმის ინციდენტები. ხელი გადა პოლიციის და არა, კახარიასთან რო იყო ინციდენტი. უშენ ბატონო გუბას. ეხლა პირველი ბატონმა გაცხადება და მე გავაკეთებ. კი ბატონო, აბუ-დაბიდან დავიწყოთ. კი ბატონო, აბუ-დაბიში მოხდება ეს. დაბუაბაში. დაპატიმრებული რო ყავთ იქ. გამოუშვეს გუში. არ გამოუშვეს ის ისცემეს. და გამლახველების ზიანი. არა, სანიკით და ზიანი. არავინ არის. როგორ არ ვიცი კაცო, ამასადარია. ბატონი თუ კაცო, ბატონი. აბუ-დაბიში მოხდება ბატონებს თუ ბატონში მოხდება. ჩვენ თუ ეს კონფრონტაცია და ეტაპის რა შევწყვეტეთ ყოველს მომილის. მე შევწყვეტა თქვენ ხელში. არა, არ დაგითხოვ ჩვენ კაცო. მაშინ ჩვენ გავაგზავნეთ კონფრონტაციას. ორივე ეს ინციდენტი არის ამ ხელისუფლების ხო? ორივე. რომელი კაცო? ატროდინგე და ხალხაზრდა ეუნებით რომ დაეტაკე პარლამენტარს, აგინე პარლამენტარს, ესე კი ნამას. არა, მეორე დღეზეა ლაპარაკი. ის არ დაუჭერებიათ. უცნობი კაცი მოდივა ქუჩაში. აგინებ დედას, ბაფურთხე, ხარ ხო და შენ ბაბა რას გიზამ მიწვე შენ. რიგები და ანუ მე ხო არ ვიცი აი როგორ აბა ბას თქვენ პირადად პრობლემა კათოლიკოს კაცი ხართ გიცნობ ხო ხარი კი ვიცნობ ჩვენ რა ხანია ჩვენ მე დაგიფაროს უსტომ ადამიან ქუჩაში დედა გაგინოთ აუგდენია აი უსტომ კაც ეტა ცოშვილი გაგინოთ რამეს აი თუ რამე შენ ხელშია დათმო კაცი თუ ხარ რა ეს შეგდა რატო რატო აგინებენ მამ შეგდა რატო ტყუილა აგინებს ტყუილა აგინებს ჰაერზე აგინებს გამრალდა მაგი ის ბიჭი ვიღაცა არის გამიდაშვილი ხო ისეთი პოლიტიკოსი ისის და კაცხოვება და გამიდაშვილი და მაგის საქართველოზე აბუ-დაბიში შეერდა განურებული კაცი და ნახა პარლამენტარი და შემდეგ და მოწყალენ და კაი ადი ბაბაია რა შენა არა კაცი ხარ და არა კარტონი ხარ შენ ათო იქცევი
კაი, იმ დღეს არაკაცურია. კაი, იმ დღეს არაკაცურია. კაი, იმ დღეს გაუტარეს. მეორე დღეს რომ მიადგენ და მიაყარეს მე გეუბნები როგორ არის ტელევიზიები ამაზე ისინი და კამერების კამერების აი ეს არის უბედურება, ვერაცოლე ხელებშიო. საცემი იყო. თქვენი ხალხაჭერილი პარტია. თქვენი ხალხაჭერილი პარტია ბატონო. და იმ დღეს უნდა მოთავაზო მეორე დღეს გეტყვით ბატონო. მეორე დღეს გზელდება ეს და პირველ დღეს პირველ დღეს დაინთავრებინა. პირველ დღეს ატორო რასაკეთებდა? კაი გუბაზრა. პირველ დღეს ასაკეთებდა. კაი რა. კარგი ეს თუ ასეთი აქედან დაურეკეს თბილისიდან დაურეკეს თბილისიდან გაპრეს ეს ორივე ხო და უთქეს ეხლა გალახავთ მაგას გადაიღეთ ვიდეოს და გვაჩვენებთ ხო და მე მაგათ მომხეცკერო დაიჭერეს ორივე პარლამენტარები რო არიან ხო ვიწავიდა ხო მაგათი მე მაგათი მომიზა ეხლა არის ხო ის დრო მაგათი დაესწრათ რა დასვიდრო არ არის ეხლა საქართველოში რა უნდათ ხო კონცერტის სანახავად რო წავიდნენ აი მაგაში გეთანხმებით იმაში არა მომხდარ Coldplay კონცერტის სასურველ დრო არის მაგაში ალბათ მაგიზო და იმაზე მე აი მაგაზია აი მაგოდი დრო დაკომპლექტებული ხელისუფლება დასკვნამდე წავიდა კაცი ხო და არასტორიებს გეუბნებოდა ვის დედა შეაგინა მიიღო თავი და იმაში ხელი ვერაფერი ხელებში რო არასტორია ეს ლოგისტიკა თუ ნათხის რაღაც არის ჩვენ შორის ხო ისია ნაცობა რაღაც ხული რაღაცობა შეიძლება ვერ მოიწონებს მაგრამ უსტომ კაც ეხლა მე რო შემდებ ქუჩაში ბატონი თქვი გვარამი შემდგომ მე გადავიხრი რაღაც აშუაში ეს გამის თუ გადაქართული კაც გადავიხრი პოლიტიკაში მაგ ითახმე მაგრამ შეპერუნულად მე დედეკოს უში გაგიდებ შენ რატო ამის გულის ამ ხაგადის გულისთვის რატო ბიჭო რატო შემოში აგედაღოდი აი სწორად და შემრა ხო მე დაში შეიძლება ერთად ქუჩაში გავიარდო და თქმა უნდა აუცილებლად დიდი გინებრა შუაში არავითარ შემთხვევაში როგორ შეიძლება ბატონო მე არა ეს შეგნების და კულტურის ამბავიც არის ასე რომ პოლიტიკა ერთია ბატონო არა საქმეა თუ ქვეყანა არ გვინდა რა არა ბათუმშიო დადიოდა ბათუმშიო დადიოდა ის ხრობა და ვის დაინახეს და ყველა როცემეს არ მე არ ვეთახმები ამას ხო რა კარგია რომ ვეთახმებით შემატყებას არ გამოვასწრებ ძალიან კარგია რომ თქვენ ამას ამბობთ და ლაპარაკით მე მაგალითად მოვიგოთ ბატონო უნდა ბატონო ქართველები უცხო მე არ ვეთახმე უცხო დაფინანსებული და არასოთარები დაფინანსებული და ვიღაცა გაფინანსებული ივანიშვილი არ არის უცხოელი დაფინანსება არა ივანიშვილი თვითონ არ არის უცხოელი დაფინანსება რუსული კაპიტალია ივანიშვილი თავიდანვე არის ბოლომდე არის რუსული ფული და მთელი მისი ქართული ოცნება რომელიც ის დაფინანსებს არის რუსული ფული დაფინანსებული მე მეშინოდა ერთ დღეს მეშინია რომ ბატონიშ მოთქვა ად თქვენი და დაახვიო და წავიდეს წავიდეს სადაც უნდა ღმერთმშვიდობაში ამბობს შეგვატო და ნახეს და ბოდიში ვიღაც მე და საათოდ ამ გადაპირონებს გარგულებს ამ უცხო დაფინანსებულებს ქვეყნის მტრებს ივანიშვილზე უფრო მეტი დაფინანსებული ვინ არის უცხოეთი და თავის ფულია და სადაური ფულია ეს რუსული ფულია რუსული ფულით ისოვა კაცმა რომელიც ჩამოიტანა რუსეთიდან დაკარჯა ქართულ პოლიტიკაში ჩაიგდო ხელისუფლება და მოახდინა ხელისუფლების უზურპაცია და ვერ მოიცნეთ 12 წელი თავიდან ხალხმა წავა ისა წავიდეს წავა და მოვაიცე კარგად იყოს 100 წელი კი ბატონო წავა არ ჭირდება რაღაც ჩვენ საკამათო არაფერი გვექნება მე არაფერი არ პრეზიდენტი არ გვექნება უმადურები ნუ არ არ ვართ უმადურები ვარ ძალიან მაძლელი იმათ ხელში ჩავდი იმათ ხელში ხელს არ გვაჩავ იმათ ხელში ახალი შემოვარ ნორმალ ხალხი ბატონო მე თვითონ თქვა 20 მაუგე 12 წელია ხო მე თვითონ ხო ნორმალ ხალხი თქვენ რომ ბიჟერობთ ისეთ პარტიებს ხმას ვებიებს ნუ რა ვქნა და მეტი არ არის ამ ქვეყანაში რა ვქნა და არა შეიქმნას ხო შეიქმნას სუთა ხალხო და შეიქმნას არა სხვათა შორის ძალიან ბოლო დროს ძალიან არის საუბარი აი ახალი ძალების გამოჩენაზე და სულ ამაზეა ლაპარაკი იცი ახალი ძალა კი უნდა გამოჩნდეს საერთოდ ერთი რაღაცა არის ჩვენ საქართველოს სერიოზული პრობლემა რაც არ არის დასავლეთში ჩვენი პარტიები არ ზრდიან ახალ თაობებს და როგორც წესი ადამიანი ხარ პოლიტიკურ წინაველზე ხო და ქუჩიდან მოდის ყველა 15 წლის თავზე შენ რა უნდა გახვიდე პოლიტიკიდან და შენ პარტიაში უკვე ახალი სისხლი არ მოდის შენ პარტიებში ახალი არც ქართულოცნებაში წამოვიდა და ჯობდა სულ არ წამოსულიყო ისეთი წამოვიდა და ოპოზიციურ პარტიებში თვითონ არ ხდება ოპოზიციურ პარტიებში ხდება სახლების ძალიან ძიმეთ ხდება სახლების პარლამენტარი ხო იყავი მორჩა ხო სახელი 1-5 ხო თავი გაიწია და წადი პარტიწორი ხო უბრალოდ და ეხლა ახალი ხო მიეცი ახალი სისხლი გამოვიდეს ოპოზიციაში მიდის ჩვენ არა პოლიტიკური კულტურა კულტურა რა პარტიის ჩამოყალიბება ერთადერთი გეთახობით არის მოვლენა პარტიას რო ქმნი შენ ჩათვალე პარტიას რო ქმნი პარტიას საზოგადოების სოციალური გარკვეული ფენის ინტერესებს უნდა გამოხატო ჩვენთან არის
პიროვნების გარშემო შემოკრებილი ხალხი. გუში გაბრაზდა ხალა ითო გუში გაბრაზდა ორი ტიპის დირექტორი გაბრაზდა თანობაზე ტიპის დირექტორი მამუკა ხალხზარად პარტია ჩამოყალიბდა და ტიპისორები ტერორბარტო რა პარტია სხვა მაგ პარტიის დაფუძნებელი არის ბიძინა ივანიშვილი სხვა გუნები რომ არა ბიძინა ივანიშვილის რეპრესია მაგ ბანკის მესორი ეგ პარტია სექტორი კი ხალხზარად კაცი გაბრაზდა და ლელო და კი არ გაბრაზდა ლელო ტერი ვარ კი არ გაბრაზდა არა არ გაბრაზდა იძულებული გახდა კიდევ დაიჭირეს კაცო გაასამართლეს და იძულებული გახდა პოლიტიკაში წასულიყო სხვა გუნები კაცი ჩხაი იძულებული გახდა პარტია და უთფას შეკრა პარტია და პარტია მაგი ხაზრად წავყადე და იშლება. და ვისი ბრალია ეს პარტია შეიქმნა? ვინ გამოიწვია? მაგრამ პარტია ხო არის ეს? ვინ გამოიწვია პარტია? ჯერჯერობით პარტია, ჯერჯერობით პარტია. ესე იყო მოქალაქეთა კავშირი. შევარდნაძე წავიდა პარტიიდან დაიშალა ეს პარტია. ჩვენ ვეძებდები. აღორძინებას ესე იყო. წავიდა ასლ ნაბაშიძე და დაიშალა პარტია. მეორე გაგეს არ დახოცოთ. არა, ევროპისკენ უნდა ვიყოთ ყველა, მაგრამ იქ შეიძლება ვიღაცა სოციალისტი იყოს, ვიღაცა კონსერვატორი იყოს, ვიღაცა ლიბერალი იყოს, კი ბატონო, ვიღაცა მწვანე იყოს. იდეურად გავსყო, იდეურად ხალხის გაპოლიტიკოსებდა არ გვინდა რა. თქვენი საქართველოს პოლიტიკა დაბრუნდა ხალხო არ გვინდა ეს გაპოლიტიკოსება სიტუაციაზე, ეკონომიკას მიხედოთ და პოლიტიკა აკეთოს პოლიტიკა მცოდნეებმა და იურისტებმა და განათლებულ ხალხს. იმათ აკეთოს ეს და სოფელში დადგები გაცნობიერებაში ხოთში და ყველა პოლიტიკა დაბრუნდა. იმიტომ რომ გუშინო ვენახეთ მოწამლია. მოწყვლადი ქვეყანა და გორი არა ყავს. იმას კი არა. და რაღაც პოლიტიკა მოწყვლადი ქვეყანა ვარ. ამაშია, მოწყვლადი ქვეყანა ვარ. ახლა ბელგიაში მაგალითად ხალხს ეხუწებიან როგორც კენჭი იყარეო. ხალხს არ უნდა კენჭის ხარ. არ უნდა პოლიტიკაში დასვლა, არ უნდა ისინი დეპუტატობის თანადობა. პარტიები ეხუწებიან ხალხს, რომ იმან ყველას თავისი საქმეა. იმიტომ რომ იმან იცის რომ იქ ფულის აკეთებლად კი არ მიდის ხელისუფლებაში. ამაში ხდება ეკონომიკური განვითარება, რომ ყველა ადამიანს ექნება თავისი საქმე. ყველას თავისი ბიზნესი აქვს, თავისი ინტერესი და არ უნდა ეს ხელისუფლებაში ყოფნა. დღეს რატო ჩაფრენილი ქართული ოცნება ხელისუფლებას? იმიტომ რომ შემოსავლის წყაროა. დავდივოთ აი ეს რა. ჩვენ როგორც ერად ჩამოყალიბებული გონი რა. ჩვენ ერთ მუშა შეყული ერი. არა, ერად პრინციპში ჩამოყალიბებული ვარ. ერად ჩამოყალიბებული ვარ. ყველას გვინდა ეხა, ყველას უნდა თავრობაში მოსვლა ფულის შოვნა. აი თავრობა არის ფულის შოვნის წყარო, ამაშია მთელი უბედურება. დავიჯერე ხლა, ამდენ პარტიებში არ დააფინანსა, ამან დააფინანსა, ამას ფული, იმას ფული, არჩევნებში. ის მე ფულ ჩადეს, ამან აკრებულ ჩადეს და ქვეყნის სკოლასა და ქვეყანა თავგეგრევა. საქართველო დაიცალა. ქართული არ მრავლდება. სხვა ეროვნული ქვეყანაში 4 მილიონი, 3 მილიონი ამდენი ქართული თქვა ნახონეთ. ამას კი უნდა მიხედოთ თუ ეს დაერჩავთ. პარლამენტში მოვა, გაიხედავ? ბიზნეს გახედა, ბიზნეს. ქვეყნის ბიზნესმენები არიან ამ პარტიაში, რომელსაც წარმოადგენა არ აქვს პოლიტიკაზე. საქართველოში ბიზნესი. ქართული სადა აქვს ფული? ვის მულტრიალს, არ მინდა ხარ თქვა მაგას აქ. ვის მულტრიალს, ილენ ბაზრობაზე შენობრივებს, ვის მულტრიალს აქ. ვინ მრავლდება საქართველოში? მიდი კაცო გავის ლაბორატორია არ არის საჭირო. აი ყვირმდა მაგალითად უცხო იქაც მithmetet ხა და უყურე ყველა კაი მაგარა ვიცმოვა. იმაგალითად ქართული მუსიკა არის ის. მიგდება რა. აი ქოთში მოხდი ვარ მუსიკაში და ხოთი ეს 10 შვილები ყავთ, ბიჭები, ხრეები, არ ცოტა სვამენ, თაიყვე თამაშობენ, მუშაობენ ყველანი დაჭრილი. ჩვენი ბიჭები, წერები, პანაკეშები, ქოთში პანტეწევიან. ამაზე ყაბავენ, რაც გავართ კაცო. ჩვენ ამას თუ მიხედავთ დაჭართ. პარლამენტში მოხდება, ვინ მოიგო, ვინ წააგო. იმიტომ რომ პარლამენტში ვინ მოხდება? პარლამენტში ვინ მოხდება, იმაზე არის დამოკიდებული, როგორი იქნება ცხოვრების წესი. მე რა ჩვენ აკეთებ ჭირაობას. თქვენ შეხედავთ დაგიწყოთ გირებდა ჭირაობა ჩვენი ხალხი. მე გამოვართ ესე, მივა მეორე და იქნები შედაღაც ვაკეთებ, იქნები შედაღაც ვაკეთებ, არ მეჭირდება. იქნები შედაღაც ვაკეთებ, არ მეჭირდება. აი რა. თქვენ პარლამენტში დამიგეთ. თქვენ ეკაც არ დაიგებდა და შენაი. ხო, ეროვნული კაცი არ უნდა იქ. არა, მე თვლი პირიქით. ეროვნული კაცი არ უჭირდება. მე თვლი ეროვნული ხალხია საჭირო. ბატონის ვერ გამთხოვდი, ყოველ ქვეყანაზე ფიქრობდა, ხალხი ფიქრობდა და გააქციბილგა აინჯი გითხე შემოხტასული. ეს იყო ნარდი ეროვნული კაცი. დანარჩი ბიზნესმენი ეროვნული კაცი საქართველოში, ეს ბიზნეს ფიქრო, აი ბიზნესი. არა, როგორ შეიძლება მე ზვიადის და ბიზნესი ერთად შეიძლება. მე ფიქრო, მე ხოში მინდა ვიფიქრო. თქვენ უფლებაა დადგენთ. კი ბატონო, თქვენი ფიქრო რამე ის. ეროვნული კაცი ამეთქილა. ქვეყანა მიხებდა უნდა ბატონებოდა. ეხლა ამ წინააღმდეგ თქვენ. თუ ვინმეა ოპოზიციაში მე არ მგონია ნომადამენი იყოს მათ. ბათუმის ამას მოკვეთილი გახარეს ამას. ოდო მაგრამ თუ ხება უნდა თუ ქვეყანა მოყვარს, ქვეყანა თუ თქვენ ჩვენ ყვანეს რო ვიყოთ, შემოხრები. თქვა. შენ გიყვარს ქვეყანა, ხო? შენ ქვეყნის გადაჭიმის გულისთვის თუ მამულის გიყვარს. ოქტომბრამდე დარჩენილი, რამდენი თვე? 8 თვე, 7 თვე, ხო? აი, მე გავჩერდი, თქვა. ამ სანქციებსაც უშვებით. აქვე.
ჩვენ ესპანეთში მოვჩერდით ხუნდაჭირაობას. ახ. ყველა გაჩერდება. და თქვენ გონიათ ისინი გაჩერდებიან? ყველა გაჩერდება. ჩვენ იმიტომ იზოლაციაში რო ვართ რა პროტესტი იმიტომ გვაქვს იზოლაცია არის ბატონო. ვინ იზოლაციაზე? ჩვენ თელ ქვეყანა. რაში? ყველაფერში. რაში? აი ახლა დაიწყება ერთ თვეში დაიწყე დაგვეთყობა ეკონომიკაში რაც იქ არა ეგრე არ არის. აი, ხვადია. გომელაური ვახტა, გომელაური ჩვენი ქვეყნის შინაგანსაკუთრებათა მინისტრი. რომელიც არის ოფიციალურ ტერორისტების სიაში. ტერორი მაგის ბრალია ყველაფერი რაც ახდება. მაგნიცკის სიაზე. მაგნიცკის სიაში შესული მეტი რა მინდა. მაგნიცკის სიაზე ჩათვალე რა ფაშისტები რო იყვნენ თავის დროზე, მესამე რეიხი. დაახლოებით ამ დონის ტიპის გისი იყო. და დაიმსახურა. თქვენ გინდათ ბატონო, მერაბიშვილი მინისტრი გინდათ თქვენ მერაბიშვილი მინისტრი. მერაბიშვილი არ იგზავნება მაგნიცკისი და ეს იძებნება. ეს საკითხი იმას საქმეა, ეს საკითხი ქართულ საქმეა. აი თვითონ იძებნება. რა ქართულ საქმეს რა საკითხია ცუდი. ეს არის ბიძინა ივანიშვილის პირადი გვარდიის რა რომელი კაცო? ვინც გომელაური. ნუ გაით ახლა. ეროვნული ამიგული ხალხი. ჩვენ პოლიტიკიდან გადაუხვიეთ ცოტა ახლა და კი ბატონო. ბატონჯამ გეუბნებთ ახლა. ბატონო, თქვა ჩვენ მოკლედ იმას ვთქვა ჩვენ ცოტა და რო გრჩება უკვე და ბატონო გეუბნებთ. აი გახარია ხო? არა მე დაანწრამ გახარია, მაგრამ აი გახარია. უცა ბატონო გახარია. შენ იყავი შინაგანსაკუთრებათა მინისტრი. კი ბატონო. შენ დაშალები გასწოს? თვალები დათხრა ახალგაზრდობას კი. მაშინ შენ იყავი მართალი კაცი. და რა ეხლა არა მართალი არისო ხო ამბობდა რომ მე თარბას უნდა თარბაშევარნა უნდათო მე შევაკავე რომ მომხრევით დავიჭირო მილიციო და ასე მართალი კაცო და ჩვენს როცა ხალხმა ვასუკაი და თქვენესო რა ხარ და ჩვენ კი ბატონო ეხლა რო ვამბობ რომ ეხლა რო ხანდელ მიტკინის დაშლას როცა გამოიწვია ნაკლების ხებელი ნაკლები დაზიანება გამოიწვია ხანდიკმა ამაზე ამბობ რომ 350 კაცამიანი არის ნაწამები. ნაწამები კაცო. 350 ადამიანზე მანახე ნაწამები. სისხლის სამართლის საქმეები არის. მანახე ნაწამები კაცო, ერთი კაცი მანახე ნაწამები. მე ტელევიზორში არის ქვეყანა. ერთი კაცი. მე ნაკლებები ფოტოშოპებს რა ფოტოშოპებს? მე გეუბნები. სახეს და გვარს გეტყვი. პოლიციელი მანახე ნაწამები ვიცემ. ზვიად მაისაშვილი. პირადად მე ვიცავდი. გავიდა როგორ ურტყავს სახეში წაქცეულ ნაცემ ადამიანს ორი პოლიციელი სახეში წიხლებს. რომელსაც სახე აქვს დამტრეული. ის ხო ნახეთ კაცო, ხო ნახეთ. ერთი კაცი გითხარით. ახლა გეუბნები კაცო, ხო? მაშინ იყავი შენ მართალი. ეხლა გომენდორი პოლიცია, ცვი და შენ პოლიცია იყო მართალი? არა, ორივე ცუდია. გახარია დაგიჯო. ორივე გასასამართლებელია. კაი, გახარია. მე რა გახარია სხვა დაჭერი, მაგრამ ამიტომ გახარია უნდა დავიჭირო და ვცემოთ. არა, ხელი მოვტეხოთ, ხელი გავუტეხოთ. გაუტეხეთ. ძირი ბანახე გახარია, მე გახარია, ცემადი წინამდე ყოფილი მე. სახეში ამას ეს ნაცნობ კაცხვებელში. ხო, რატო ესოლა გიჟია გახარია? მაგ ნაცნობები გეთმენს. ესა მუშაობდნენ 10 წელი. ხო და გიჟია ეთმე იყო რაღაცა მაგათი. ხო და გიჟია გახარია. არ ვიცი მე გაცო. ვინ ხო, მაგი არ ვიცი, მაგრამ წალაპარაკება მოხდა. კაცო, რატო? არ ვიცი, ამიტომ ესა ამაში ვერ გამშით. რა მოხდა იქ? ანუ გახარია. კაცური გარჩევა მოხდა და კაცმა ჩაატა იმანა. ანუ ფაქტია რომ ამან მიაყენა შეურაცხყოფა. არ ვიცი, რა ცედენიც. ვიცი, იმიტომ რომ აბა გახარებ დაინახა და შენახარო და შეახარა საკეში ყავა. ერთ მუშაობდი პარლამენტში ეს სამხარაძე არ ყავარ იგრუჯი? სამხარაძე. მაგრამ პარლამენტური იყო, მინისტრი იყო და ეს გიჩვენა გეთმანე. რაღაცა ბრალი ჯგუფი გამოვიდა, ჯერ განახე გორიძე. ხო, მე შეხვდათ გახარია, მე გახარიას დააყარეთ. ვინ შეხვდათ ქუჩაში ესე და თვალში არ მოუვიდა ყველა გახარაძე, გიჟები არის და ყველა მე გეუბნები. ამ პარტიამ რომელიც არის ქართული ოცნება დაკარგა სახე. ეს არის მოძალათი და ჯგუფად გადაქცეული ბანდა, რომელიც გადასულია პოლიტიკური ოპონენტების ცემატ ყეპაზე. არა, ჩვენ ამ კამას ფაქტია, კაცო. ვოიძე, ჩვენ ამ კამას ვერასდროს ვერ დავამთავრებთ ასე და აი მოკლედ თქვა ბაქოში ვიზიტის შესახებ პრემიერ-მინისტრის, რომელსაც აი ბაქო და ეს ქვეყნები ამიერკავკასია და ახლო აღმოსავლეთი დარჩა სავიზიტოდ, სხვები არ უშვებენ. და აი რა შეიძლება ამას მოყვეს თქვა. ნუ რაღაც არაფერი არ შეიძლება მოყვეს პირველი ერთი. ნუ რაღაც შეთანხმებები რაც არის იმას საქართველოს არის მნიშვნელოვანი პარტნიორი და ჩვენთვის აზერბაიჯანი არის მნიშვნელოვანი პარტნიორი. კი, იქიდან გვინდა სული გაზისთა და ვინ იქნება აზერბაიჯანის მმართველი და ვინ იქნება საქართველოს მმართველი? ეს ურთიერთობები მაინც რჩება. კაზი რუსული გვაქვს ამ ხელისუფლების წყარობით მართალია. ცუდია და იმიტომ ჩვენ აზერბაიჯანული გაზი უნდა გქონდეს. არა, გაზი ხო მოდის აზერბაიჯანიდან. მაგრამ უმეტესად საკმაოდ დიდი რაოდენობა რუსული ტანი. გაჯერია. ეხლა მე მინდა თქვა შემდეგი.
აზერბაიჯანი თავის სატრანზიტო და თავის შეიძლება ითქვას ენერგოფუნქციას ახორციელებს საქართველოსთან კოლაბორაციაში. საქართველოს არის გამტარი ხო აი ამ წვირთების და აი ამ ესე ვთქვათ ნავთობპროდუქტების. შესაბამისად, ახლა აზერბაიჯანი ვერ დადგება და ვერ დაიწყებს აქ საქართველოში არჩევას, აბა ქართველები როგორი მთავრობა გეყოლებათ, იმას თავის ინტერესები აქვს. თავის საქმე აქვს, ხო? და თავის საქმეს აკეთებს როგორც ესმის და ძალიან საკმაოდ ეფექტურად თავისი გადასახედით. არა ჩვენ საქმეში ვარ. ის არის რა ჩვენ საქმეში იმას თავარია ჩვენ საჩავლები ვართ კაცო. რატო ჩვენ აქ მონები ვართ ხო რა რატო ჩვენ 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 ხალხი ვართ ერი ვართ აკრედიტო რა ეს ცოტა ზოგჩება. რატო აზერბაიჯანი ატარებს საქართველოს ტერიტორიაზე თავის ტვირთებს, ატარებს ასე ვთქვათ ნავთობპროდუქტებს და მათ ჭირდება საქართველოს ტრანზიტი და საქართველოს ამ დროს დაძლევს. მაგრამ ასევე აზერბაიჯანის ხანგრძლივ პერსპექტივაში ხანგრძლივ ინტერესებში არ შეიძლება შედიოდეს იზოლირებული საქართველო. იმიტომ რომ აზერბაიჯანს ყავს ერთი იზოლირებული მეზობელი, ეს არის ირანი. მას ყავს მეორე იზოლირებული მეზობელი თურქეთისგან, რომელიც არის სომხეთი და არის ჩიხი. მესამე იზოლირებული მეზობელი მსოფლიოსგან ეს არის რუსეთი. ერთ-ერთი გასავალი, როცა აზერბაიჯანს ჯერჯერობით აქვს თან. ესეთი გასავალი საქართველოა და შესაბამისად უფრთხილდება ის აი ამ ურთიერთობას, ეს მისთვის ბუნებრივია, ნორმალურიც არის, ამაში ნუ გავიკვირდება. რატომ გიღებს? რატომ გიღებს თუ არ გიღებდა, ყველაფერს დამიიწევდა? უნდა მიიწვიოს, სწორიც არის, ის თავის ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე აკეთებს ამას. თქვენ როგორ გინდა აზერბაიჯანში მეტი დემოკრატიული პროცესები აქვს საქართველოში? საქართველოში მე დღეს ვგეთქვით, აი მაგალითად გეთქვით, თქვენ შეკითხვასთან დაკავშირებით, აი ამ ორივე თქვენ დასვით წეგან შეკითხვა, მიუნხენისა და ესე ვთქვათ დაოსის ფორუმებზე აზერბაიჯანი და სომხეთი წარმოდგენია, საქართველოს არ არის წარმოდგენილი. საქართველოზე დღეს სომხეთი ცალსახად ბევრად დემოკრატიული სახელმწიფოა, ვიდრე საქართველოს და აზერბაიჯანიც უფრო დემოკრატიულია. მხარე ხართ რა. და ცუდი მხარე ხართ. თქო, მხარე ვარ რა. რა ცუდი მხარე ხართ რა. ბიჭო, ქვეყანა მოაქციეთ ქვეყანა მოაქციეთ საერთაშორისო იზოლაციაში და მე ვარ ცუდი მხარე. ცუდი მხარე ქვეყნის ხარ თქვენ ბატონო, იმიტომ რომ ქვეყანა მოაქციეთ იზოლაციაში და ჩამოტოვეთ ყველა სოფლიო პროცესებიდან და თქვენ ხუბავთ ქვეყანას. ქვეყნის სადავში მე ვარ, მე მიყავს ქვეყნის პოლიტიკა. არა, არა, ჩვენ ვერ დაუყოვოთ ქვეყანას. მე რა ნაეტრობ ამ ქვეყანას. მე რა გავუფუჭე ამ ქვეყანას. ბაქოს ვიზიტი რო შევაჯამოთ. რა გავუფუჭე ამ ქვეყანას მე. სომხეთი მე დემოკრატიული არის, კაცი მეუბნება, მეგობარი კაცი. დადგა კი, იმიტომ რომ სტრატეგიული პარტნიორობა გააფორმა იმასთან. შეერთებულ შტატებთან. ამერიკასთან გააფორმა სტრატეგიული პარტნიორობა, ჩვენ შეწყვეტილი გვაქვს. არა, მე ფაქტს ვამბობ, ახლა რა შოშია მხარი აქვს. ეს არის ძალიან მძიმე შედეგი, რომელიც მე ნამდვილად არ მიხარ, რომელიც ძალიან არ მიხარია მე, მაგრამ ეს ფაქტია და ამ ფაქტს უნდა შევხედო და ეს ფაქტი არ არის მარტო ივანაშვილის ბრალი. ეს არის ეს მარტო შეხვედრაზე. შეიძლება უნდა მოგიტანოთ, რამდენობით გაკიდა, რუსად მიყიდა, ჩვენმა მოდა აი სტუდიაში მოვიდეთ ერთ საათს ადრე. და მოვბოჭდოთ ეს მე მომგებ შენ ამოიღე დამშრომება გამი. აი სიამოვნებაში თქვენ მომაწოდეთ მე Facebook-ზე და მე მოვზემ. რომელი ობიექტი გინებავთ თქვენ მომიტანეთ? ესები რაცა გაგაიგდა მიშანძო. თქვენ მომაწოდეთ სია. მე ამოვიღებ ამ მონაწილეს. ბატონო, მე ამოვიღებ ამ მონაწილეს. დავждეთ ეს ყველა მონაწილე გავიორდ აგერ მაყურებლების თვალწინ. კი ბატონო, ძალიან საინტერესო გადაცემა გამოგიოს. რა ობიექტი მიყიდეს რუსეთს. ყველაფერი ამას დავდებთ და ვილაპარაკებთ. კარგით, მოდით დღეს ამით დავამთავროთ ჩვენი საუბარი. არა უშავს ეს მოყვება ხოლმე კამაც მოყვება, მთავარია ფარგლებში დავრჩეთ. ეთიკის ფარგლები შევინარჩუნოთ, თორე დანარჩენი ყველაფერი არის მისაღები. ერთმანეთს არაფერს არ მოგვიდა ბატონო. რა თქმა უნდა. დიმიტრი ხუნდაძე კი გვემუქრებოდა იარაღს ავიღეთ. ხო და და მე მივწერე სხვადასხვა ჩვენც რა ვიღოთ იარაღი ხელში მე იარაღი დაგამოვაგოთ. ხო. არა ხუნდაძე გვემუქრება იარაღს ავიღეთო და იმ ხუნდაძე შოჩოდი და ჩვენც ავიღოთ იმ ხუნდაძის წინააღმდეგ იარაღი. სამოქალაქო ომის პროვოცირება ხდება. ვინ არის ინიციატორი მე ამის არის ხუნდაძე. მე როგორ შევწყვეტ იარაღი. რა მე არ ხო. კარგით მაშინ დავამთავროთ დღევანდელი ჩვენი გადაცემა, ვფიქრობ რომ საინტერესო დიალოგი გამოგვივიდა, ის საჭირო საკითხები, რაც განსახილველი იყო და რაც აწუხებს დღევანდელ ჩვენ საზოგადოებას. იმაზე ჩვენ საკმაოდ საფუძვლიანად ვიმსჯელეთ და ვფიქრობთ რომ მაყურებლის ინტერესიც დავაკმაყოფილებთ. დღეს ამით დავამთავროთ, კარგ გაბრძანდებოდეთ. მადლობა ასეთი საუბრისთვის, ემოციური და საინტერესო საუბარი. ნახვამდის.